ჩვენ გვაქვს გარკვეული სიახლე, ამ შეხვედრის ინიციატორი სამინისტრო იყო, სიახლე შეეხება იმ მედიკამენტების და იმ ცალკეული პროცედურების სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხს, რომელიც ყველასთვის, ვინც დაავადებულია ცისტური ფიბროზით, ყველასთვის თანაბრად აუცილებელია და მოთხოვნადია. გავაცანით ასევე ამ დაინტერესებულ პირებს ის გეგმები სამომავლოდ, რაზედაც სამინისტრო გეგმავს მუშაობას და შესაბამისად მოახლოეს მომავალში როგორი იქნება უშუალოდ შემდგომი განვითარება. უმძიმესი თვირთი დაკავშირებული ფინანსებთან, რასაკვირველია, მოიხსნება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შეძლებს და საკუთარ თავზე აიღებს ცალკეული ხარჯების დაფინანსებას, გარკვეული მედიკამენტებით უზრუნველყოფას, გარკვეული სამედიცინო манипуляციების ხარჯების დაფინანსებას და ასე შემდეგ. ეს უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა იშვიათი დაავადებებისა, რომელსაც რა თქმა უნდა სჭირდება განსაკუთრებული მზრუნველობა და დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან. სახელმწიფო ბუნებრივია გააგრძელებს მუშაობას ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების მეტი უზრუნველყოფისთვის, აიმისოთ, რომ რაც შეიძლება მეტად შემსუბუქდეს თითოეული ამ ადამიანის ყოფა, გაცილებით უფრო წარმატებული გახდეს მკურნალობა თითოეულ მათგანთან მიმართებაში. შეხვედრა მქონდა ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლებთან, არაერთი მშობელი იყო მთელი იმერეთის რეგიონიდან აი ამ შეხვედრაზე. შეხვედრა ძალიან საინტერესო დიალოგით წარიმართა, სადაც ინფორმაცია მივაწოდეთ, როგორც მინისტრმა, ასევე წარმოდგენილმა პირებმა. დაინიცირდება ახალი პროექტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობასა და სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსებაზე. მინდა გითხრათ, რომ მშობლებმა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადეს მინისტრს ამ ინიციატივისთვის. ვთვლი, რომ იშვიათი დაავადებები ნამდვილად მთელ მსოფლიოში არის ურთულესი პრობლემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა წვლილს შეიტანს ამ პაციენტების მკურნალობაში, მათ შემდგომ გამოჯამთრებაში. ვფიქრობ, რომ ეს სიახლეები, რომლებიც სულ რამდენიმე კვირაში შევა ძალაში, იქნება ერთ-ერთი წინადადგული ნაბიჯი იმ გზაზე, რასაც ქვია ცისტური ფიბროზის დიაგნოზის მქონე პაციენტების უზრუნველყოფა და მათი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. პირველ რიგში მხედველობაში მაქვს იმ მედიკამენტების ნუსხის გაფართოება, რომლებსაც მიიღებენ ეს პაციენტები, ეს ეხება სიმპტომური მკურნალობის მედიკამენტებს და ეს ჩამონათვალი უკვე გაცილებით ფართო გახდა. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე ეს არის სტაციონარიზაციის შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის გაორმაგება, რაც შესაძლებლობას მისცემს კლინიკებს გამოიყენონ ის დიაგნოსტიკური მეთოდები და მკურნალობის ის საშუალებები, რომლის შესაძლებლობა ადრე არ იყო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტებისთვის და ერთ-ერთი ალბათ მთავარი სიახლე გახლავთ ტობრამიცინის შესაძლებლობა, კოლომიცინა, ტობრამიცინი, ეს ორი ანტიბიოტიკი, ძვირადღირებული პრეპარატები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ასევე უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.